მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს მე და მათემ გადავწყვიტეთ მათეს უნდა რომ გოგრა ვიყიდოთ და გოგრა შეჭამოს. და ეხლა მივდივართ გოგრის საყიდლად. არსებობს ახლა ყველაფრის ყიდვის სხვადასხვა ვარიანტები, მაგალითად წახვიდე მაღაზიაში და იყიდო. მაგრამ გერმანიაში არის ერთ-ერთი ასეთი განსხვავებული ვაჭრობის სტილი, ასე რომ ვთქვათ. და განსხვავებული რას ნიშნავს? განსხვავებული იმიტომ არის, რომ საქართველოში მე მსგავსი რაღაც არსად არ მინახავს. აი ახლა ჩვენ მივალთ, აი აქ რამოდენიმე სოფელი უნდა გავიაროთ და საერთოდ ძალიან ბევრ ადგილებში დევს ეს რაღაცეები, ასე გასაყიდად გოგრა იქნება თუ რაღაც სხვა რაღაცა. მაგრამ იმიტომ გადავწყვიტეთ ახლა ჩვენ აქეთ წასვლა ამ სოფელში. ცოტა უფრო მოშორებით უნდა წავიდეთ, ვიდრე ჩვენთან აქ სხვაგან ახლოს სადაც იყიდება იმასთან შედარებით. მაგრამ აქ ვერსად ვერ გადავიღებთ კამერით, იმიტომ რომ გერმანიაში რო დაგინახო რომ რაღაცას იღებ ჯერ ერთი საერთოდ არ შეიძლება გადაღება ვიღაც რომ გამოჩდეს ადამიანი იქნება მანქანა თუ რაღაცა მსგავსი რაღაცეები. ამიტომ რო არ გვიყურონ იქა გიჟებივით, მივდივართ აქეთ სოფელში, სადაც არავინ არ იქნება და მშვიდად შევძლებთ რომ გადავიღოთ და გაჩვენოთ თუ როგორ იყიდება გოგრა ქუჩაში. უბრალოდ დაწყობილი არის გოგრები ქუჩაში, არის ჩვეულებრივი ასე კასასავით პატარა ყუთი, აწერია ყველა გოგრას თავისი ფასი თუ რა ღირს და ჩვენ უბრალოდ ფული უნდა ჩავაგდოთ იქ, არავინ არ იქნება გამყიდველი. არავინ აბსოლუტურად არ იქნება გამყიდველი და არც კამერა, არც არაფერი. მივდივართ უბრალოდ სადღაც მინდორში სოფელში, სადაც ჩავაგდებთ ფულს და წამოვიღებთ იმ გოგრას. და უბრალოდ ხო დიდი არაფერი არ არის, მაგრამ მინდოდა თქვენთვის მეჩვენებია თუ როგორი აი ერთმანეთი მიმართ ნდობის ფაქტორი არის გერმანიაში. თუ როგორ ენდობა ხალხი ერთმანეთს, რომ იქ არავინ იმას არ მოიპარავს და უფასოდ არ წამოიღებს სახში. აი ახლა რომ მივალთ იქა, გადავუღებ ყველაფერს და გაჩვენებთ. აბა დროებით. აი ახლა მოვედით ზუსტად იმ ადგილას, სადაც გეუბნებოდით, როგორაც იყიდება აქ გერმანიაში ეს გოგრები და აი მივიდეთ უბრალოდ ნახოთ ფასები რა აწერია და იმის მიხედვით შეგიძლიათ აიღოთ და ჩააგდოთ იქ ფული. აი მაგალითად აქ გოგრა ღირს ერთი ცალი 5 ევრო. ესენი უფრო დიდები 8 ევრო. ამას რა აწერია? ამას 10 ევრო. აქ ესენი დეკორატიულებია, ესენი პატარები უბრალოდ სილამაზისთვის 2 ევრო, 4 ზედები. აი როგორ გამოიყურება ეს დეკორატიულები. და შემდეგ ფულის ჩასაგდები არის აგერ. და ჩვეულებრივად აქ ჩააგდებთ, ხო ხედავთ, არავინ არ არის აქ. აბსოლუტურად არავინ არ არის, ვინც ამას ან გამყიდველი ან ყურადღებას აქცევს ან რაღაც მსგავსი. და კიდე აქ ახლა გამხმარია უკვე ყველაფერი და არავინ არ არის, არაფერი არა. აი აქ ყვავილები არის. ეხლა ნაწიმარი იყო ტალახია და არც ღირს შესვლა. აქაც შეგიძლია აგერდევს დანა. აიღო უბრალოდ შეხვიდე მოჭრა. და უბრალოდ შეხვალ, მოჭრი ყვავილებს რამდენიც გინდა და აგერ აწერია. იქ გლადიოლუსები თუ რაღაცა 80 ცენტი. კიდე სიმის ზესუმზირის ყვავილები და რაღაცა 60 და რაც იქნება იმის მიხედვით და აგერ ჩაყრე უბრალოდ ფულს. ეხლა ცოტა არ მინდა ის რა ქვია, მაგათ ასეთი რაღაცის წარმოდგენა და თქმა, მაგრამ ჩემი აზრით ეხლა ასე რომ ეწყოს ესენი ხო საქართველოში ვიღაცა აქ მოაყენებს იმას გრუზავიკს და ჩაიყრის ამას და სულ ყველას წაიღებს. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში თუ არ მოხდება ასე, კარგია. მათე შენ რომელი გინდა, რომელს აიღებ? აი აქედან? არა, ისინი პატარებია. აქეთ აბა. მოდი არჩი. ან ისინი დიდებია, მოდი. მოდი. აი ნახე. ავიღოთ ეს. მათემ მომე. აი ვიცი. წამოიღებ ამას? აი ეს ჯობია დიდი იყოს. ჯობია დიდი ავიღოთ, ესა უფრო? მოდი ეს ავიღოთ.
ეს ავიღოთ. დაიკავე? და ამას ზემოთ დავდებ, ეს რატო დადი აქ? ხო იცი რომ არ შეიძლება არევა. მოდი გადაიხადე ფული, მოდი. მოდი ვაჩვენოთ სად ჩაყრე ფულს. დადე ეს შენი გოგრა აქა. დადე. მოდი, ღირდა ეს 4 ევრო ფია აიღე, ფია ოიღო. ყველა კი არ ჩაყარო, ფია ოიღო. ხო, მორჩა. ეს და ეს. იმიტომ რომ ხო 4 ღირდა. ჩააგდე ორივე? ხო. წამოდი ხა წამოიღე ისა. იმიტომ რომ ისე ხო ვერ დაიკავებდი. შენც ხო იცი რომ ამის ისე წამოღება არ შეიძლება, ხო იცი? ეხლა გითხარი მათე, რატო არ შეიძლება ამის გადაუხდელად აღება? რო არ ჩავყაროთ ფული, ისე რომ ავიღოთ, რატომ არ შეიძლება? იმიტომ რომ მოპარვაა. ხო, მართალი ხარ, მოპარვაა და ის სხვისი ნაშრომია და ჩვენ არ გვეკუთვნის, ხო? სხვისია. ხო. და რადგანაც აქ გამყიდველი არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა შეგვიძლია ისე ავიღოთ და წავიღოთ. ეს არის მოპარვა, ხო? უნდა გადაიხადოს ადამიანმა. ხო, აი უნდა გადაიხადოს ადამიანმა, არა აქვს მნიშვნელობა გამყიდველი იქ იქნება თუ არა, ის არის იგივე, რომ გამყიდველი რო იდგეს იქ იგივე, ხო? ხო. მართალი ვარ? ხო. ხო, და ამას ასწავლიან ამათ ბაღში. ბაღიდანვე ასწავლიან, დაყავთ სულ ყველგან. ქალაქშიც ტრანსპორტში გადახდას აჩვენებენ ასწავლიან. საგზაო წესებს ასწავლიან, სადაც არ შეიძლება გადასვლა, გადმოსვლა გზებზე. მიყავთ ასევე სადაც ფერმაში გლეხებს, სადაც ყველაფერი მოყავთ და ასეთ ადგილებში და ბავშვები შემდეგ აქეთ გასწავლიან შენ რა არის ნებადართული და რა არა. და ამიტომ მე მიმაჩნია რომ ეხლა ხო დიდი არაფერი არ არის, ეს ეხლა ელემენტარული რაღაცა არის, უბრალოდ რაღაც გოგრა იყიდება ქუჩაში, მაგრამ უბრალოდ პატარა ისაა რა, დეტალია, მაგრამ ნდობის ფაქტორი არის ადამიანის ერთმანეთთან, რომ იმდენად ენდობიან ერთმანეთს, რომ ქუჩაში აქ იმ გლეხს გამოტანილი ის გოგრა და უწყვია იქ, რომ გაყიდოს და დარწმუნებული არის იმაში, რომ არავინ არ წაიღებს იმას იქიდან. როგორც აი ყვავილებზე რო გითხარით ის ვიღაცას ეკუთვნის ის მიწა და ყველგან არის, მთელ გერმანიაში ყველგან ასე არის ეს ყვავილები, ну შეგიძლია ხა რა თქმა უნდა სხვაგანაც იყიდო ყვავილები ჩვეულებრივი, როგორც საქართველოში იყიდება ისე მთლიანი ისა შეიკვრა და რაღაცა ლამაზად, მაგრამ ვისაც უნდა აი ასე მინდორში უბრალოდ გავიდეს მოჭრას მაგრატლით, ზოგჯერ იქ ხა ჭუჭყიანი იყო, იმიტომ რომ ნაწვიმარი იყო გუშინც მთელი კვირა წვიმდა. შეგიძლია იქ რეზინის ჩექმები დევს და ჩაიცვა ისინი. აიღო მაგრატელი ან დანა რაც დევს, შეხვიდე მოჭრა და რამდენ ცალსას მოჭრი, როგორც ნახეთ, იმდენს ჩაყრე იქ. სულ ესაა რა. შენც მათე კმაყოფილი ხარ იყიდე, ხო გოგრა? ხო? და ეხა შემდეგ რაღაცას კიდევ, ამ რაც შეეხება ამ იმას ერთმანეთის ნდობას, აი გაჩვენებთ უბრალოდ eBay-ზე როგორ იყიდოთ ეხა ჩვეულებრივად აქ ისე პირადად ადამიანისგან, მე არ ვამბობ ფირმისგან ყველა ჩვეულებრივად ყიდულობთ, ხო? გადარიცხავთ თანხას და ყიდულობთ. მე გაჩვენებთ უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანისგან, რომელთანაც არც მისაუბრია, არც მილაპარაკია, არც ვიცი ვინ არის, საერთოდ ვიღაცა ყიდის ინტერნეტში რაღაცას, როგორ ვიყიდი ამა თუ იმ ნივთს, ისე რომ საერთოდ არ ვიცნობ, საერთოდ არ მაქვს არანაირი ისა, რა ქვია, მისგან ნაყიდი რამე საქონელი ან რაღაცა მსგავსი და მე ისე გადაურიცავ თვალდახუჭულად იმ ფულს და არავინ არ მომატყუებს და ჩვეულებრივად მომივა ის იგივე რასაც ყიდის, ანუ გამომიგზავნის იმის თქმა მინდა. ან კიდევ მე გამიყიდია ძალიან ბევრჯერ რაღაცა, გადმოურიცხიათ იმათ ფული ჩემთვის და მერე ვაგზავნი, მე როდესაც ფულს გადმომირიცხავს, მერე უგზავნი. რა გარანტია აქვს ხო იმ ადამიანს, მაგალითად ეხლა ასე ჩვენი გაგებით რომ ვილაპარაკოთ ქართულად, რა გარანტია აქვს იმ ადამიანს, მე ფულს რომ მირიცხავს, რომ მე უეჭველი გავუგზავნი მაგას. აუცილებლად იმ რაღაცას, რასაც ყიდი, მაგალითად ყიდი რაღაცა კომპიუტერს ან ტელეფონს, ხო, რა გარანტია აქვს რომ მე გავუგზავნი. მაგრამ აი ასეა, ერთმანეთზე ისაა რა, ერთმანეთის ნდობა არის. ხო და
აი ისე გამოგვიგზავნიან ეხა ჩვენც. ეხა მივალ სახში და შევეცდები ინტერნეტში ნებისმიერი რაღაცა რა, უბრალოდ რამე რაც მჭირდება ისეც ვნახავ და თქვენ თვალწინ გადაურიცხავ ფულს იმ ადამიანს და შემდეგ გაჩვენებთ შემდეგ ვიდეოში, რომ ის რაღაცა მოვიდა უკვე ისე უპრობლემოდ, როგორც მე გითხარით. აი გზად კიდევ შემოვიარეთ კვერცხის საყიდლად. აქაც სოფლის მეურნეობა არის და გლეხი ყიდის თავის იმებს რა. რაღაც პროდუქტებს, რაც მოყვანილიყავი ხა კვერცხის საყიდლად მოვედით, მაგრამ კვერცხი არ არის, აქ ხა ნატურალური რაღაცები. აი მაგალითად თაფლი აქვს აქა. მოდი მათე ჩაყარე, აი 7 ევრო ღირს თაფლი. ჩაყარე. ჩააგდე აქა ფული. აი კიდე ჩააგდე. 7 ევრო ღირს ახლა თაფლი. ესეც ჩააგდე. მეფა მოიცა, ავირჩიოთ 62. აბა როგორ მოგცემს თაფლს? ნატურალური თაფლი. სოფელში გაკეთებული. მიდი აბა აიღე. მიდი ხელი შეყავი და გამოიტანე. მოიცა? აქ უნდა იყოს. აგერ არის თაფლი, აი, შენი თაფლი. ჰა? რა გინდა იყიდე, ხო ხედავ? ხო. აი. ქათამი კვერცხს აისა დასანანია, რომ კვერცხის საყიდლად მოვედით, გვინდოდა ნატურალური კვერცხი, მაგრამ ვერ ვიყიდე. ო, კარგი, არა უშავს, წამოდი. წამოდი, წავიდეთ. აი გარედან აი ასეთი დგას რაღაცა ჯიხურივით. აწერია რომ კვერცხი იყიდება ნატურალური და შიგნით დგას ეს აპარატი და შეგიძლია ყოველთვის ნატურალური კვერცხი იყიდო, მაგრამ ეხლა არ ვიცი რატო არ არის, დამთავრდა ეთყობა და რა ვიცი, არ უნახიათ თუ რა რო ცარიელია. ასე ხდება კიდე სოფელში მაგალითად რაღაცეების ყიდვა ან გზად.